გამარჯობათ, ყველას მოგესალმებით. მე გახლავართ ნანა შავთვალაძე, პროფესორი, ორგანიზაცია სემიტას ხელმძღვანელი. ჩვენ რამდენიმე კურსით ხელმძღვანელობთ, ვასწავლით ქართულს, როგორც უცხო ენას, ვასწავლით რუსულს, როგორც უცხო ენას. აგრეთვე გვაქვს სპეციალური კურსები აბიტურიენტებისთვის. მე გახლავართ აგრეთვე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სადაც იქაც სამ კურსს ხელმძღვანელობ. აკადემიურ წერას, ქართულ ფილოლოგიას, ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და აგრეთვე ქართულს როგორც უცხო ენას. დიდი გამოცდილება მაქვს დღიდან დაარსებისა შეფასების ცენტრში არგუმენტირებული ესეს გამსწორებელი ვარ და ვაძლევ თავს უფლებას, რომ მოგცეთ რჩევები. ვაპირებთ, რომ სემიტამ გახსნას დამხმარე ფორმატი 2021 წელს, ვინც აბარებს მათთვის, ვიდეოს სახით მოგაწვდით რჩევებს, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს 2020 წელს მივიღეთ აბიტურიენტები, რომლებსაც ვამზადებთ და ხელმძღვანელობთ მათთან სპეციალური ლიტერატურით. არგუმენტირებული ესე და საერთოდ წერა რთული მომენტია, რთულია. ისევე როგორც მათემატიკაში არსებობს ფორმულები, არსებობს გრამატიკის ტაბულა, რომლის მიხედვითაც უკვე ხელმძღვანელობ დანარჩენზე, ჩვენთან წერა, როგორც წერის ფორმატი არ ისწავლება სამწუხაროდ. სხვა ქვეყნები ბევრად უფრო წინ არიან, განსაკუთრებით ვიტყვი, რომ ამერიკაში ყოფნის დროს იქ ბევრი გამოცდილება მივიღე. 0 კლასიდან ასწავლიან ეტაპობრივად და ხოლოდ შემდეგ გადიან უკვე ესეთ მაღალ დონეზე წერის ფორმირების. რაც უფრო განათლებული და განვითარებული ადამიანი, მისი წერის კულტურა ბევრად უფრო მაღალია. ფაქტობრივად ჩვენ ჩემს თაობას განსაკუთრებით წერა შემოესწავლა, რომ არის დიდი მეთოდი წერა წერაში. როდესაც ბევრს წერ, უკვე ძალაუნებურად ხვეწს შენს სათქმელს და ბევრად უფრო კონკრეტულად და ლაკონიურად ამბობ ამ ყველაფერს. მაგრამ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ამ ნიჭით იბადებიან. ჩვენ აკადემიურ წერაზე ვილაპარაკებთ, რომელიც ისწავლება, რომელსაც აქვს თავისი ენობრივი ფორმულები მსგავსად გამრავლების ტაბულისა, რომელიც გამოიყენება მათემატიკაში, და როდესაც ეს ცნებები, ეს ხრიკები, ენობრივი პლატფორმები უკვე იცი და დაუფლებული ხარ, ბევრად უფრო კონსტრუქციული და ადვილია შემდეგ წერა. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის? პირველ რიგში ჩვენ არგუმენტირებული ესეს, მოდით ვილაპარაკებთ, რომ დასაწყის ფორმატზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა გავიაზროთ პირველი რჩევა, რამდენიმე რჩევას მოგცემთ დღეს ამ ვიდეოში, ხოლო დასაწყისით შემოვიფარგლებით და შემდეგ უკვე ვიდეოების სახით მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციებს, რაც სჯობს რომ გააკეთოთ. აუცილებლად უნდა გაიაზროთ სათაური, კონკრეტულად. თქვენ უნდა მოიძიოთ გონებაში, რა შეგიძლიათ თქვათ ამ სათაურის შესახებ, უნდა მოიმარჯვოთ კალამი და ჩამოწეროთ თქვენი პირადი გამოცდილება. თითო სიტყვით, რა თქმა უნდა. არსებობს რამდენიმე ტიპის გეგმა, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენ რა გინდათ თქვათ, ის ჩამოწეროთ, კითხვას რას უპასუხოთ. შემდეგ სჯობს რომ გააქტიუროთ გონებაში კითხვა რატომ, ფიქრობთ ასე და მინიმუმ 3 საყრდენი, 3 არგუმენტი მაინც მოძებნოთ, ამისთვის საპასუხოდ და ეს არგუმენტები და საკუთარი მითქმა შემდეგ შეაჯამოთ დასკვნის სახით. რა თქმა უნდა, ხა ყველა დაწერილი არგუმენტი მე ამას ასე ვფიქრობ, არ იქნება ეს მისაღები არცეთ და არავისთან სიტუაციაში. აუცილებელია არგუმენტი, თითოეული არგუმენტი დააყრდნოთ ეგრეთ წოდებულ დეტალს, რამე საყრდენს, რაც იქნება დამადასტურებელი
თქვენი არგუმენტისა. თუ თითოეულ არგუმენტს დაახლოებით, 3-ს თუ მოუძებნით საყრდენს ანუ დეტალს, მაშინ უფრო კონსტრუქციული გამოგივათ თემა. ჩვენ რითხოვ მწვანელობთ, ვიწყებთ დასაწყისიდან, ეს გახლავთ სწორედ ის მწვანელო, რომელიც გამოცდილია უკვე 4 წელია, ამით ვსარგებლობთ და დამარწმუნებიან ჩემი ყოფილი აბიტურიენტები, ის ვინც ეს წიგნი იხმარა და გამოიყენა, კერძო სკოლებში ხდება მათი გამოყენება მრავალ უსამზადებლად ცენტრებში. შეგიძლიათ კიდეც შეიძინოთ ბიბლუსის ქსელში, რომელიც ნამდვილად არხის წვით 14 ლარი და 90 თეთრია თუ არ ვცდები და ის მოგეხმარებათ კონსტრუქციულად რომ შეკრათ. აი სანამ დავამთავრებს დღევანდელ სათქმელს უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევთანხმდით 5 აბზაცზე, აქ ეს უჩემოდათ იცოდით, მაგრამ ხასი გაუსვით ჩვენ სათაურს, შესავალში ვიტყვით ჩემს სათქმელს და რა ინფორმაცია მაგონებაში ამ საკითხთან დაკავშირებით, 3 არგუმენტს გამოვიდან, თითო არგუმენტს ვუთმობ თითო აბზაცს, ანუ ეს შესავალი 1 აბზაცი, 1 არგუმენტი, 2 არგუმენტი, 3 არგუმენტი, თითო არგუმენტს, თითო აბზაცი და თუ აბზაცში ექნება თითოს 3 დეტალი, ის 3, 9 დეტალი საუკეთესო იქნება და შესავალში რაც ვთქვი იმავეს სხვა სიტყვებით ვაჯამებ. ვფიქრობ, რომ ეს კონსტრუქციული მიდგომა, ფორმულასავით დათვლილი რაოდენობა თქვენთვის გამოსაყენებელი იქნება და თქვენი უკუგების მიხედვით, თქვენი გამოხმაურების მიხედვით, შემიტან მზად არის შემდეგი დონის შემდეგი განსაზღვრელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. წიგნი შედგება 15 თავისგან, ჩვენ მხოლოდ ახლა ზოგადად ვისაუბრებთ და ჩვენ მზად ვართ თითოეული თავის შესახებ, მოგაწოდოთ ინფორმაცია, აქედან მივეხმარო 2021 წლის აბიტურიენტებს, რომლებსაც წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში უხდებათ მათ ახლა სახლში ყოფნა და ეს სემიტას გადადგმული ნაბიჯი, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება მათთვის. წარმატებას გისურვებთ. გელოდებით შემდეგ ვიდეოში.